პირველი არხის შენობასთან დღეს აქცია გაიმართა. გიორგი ახვლედიანმა, გურამ ფალავანდიშვილმა, დიმიტრი ლურთქიფანიძემ, ჯონდი ბაღათურიამ და მათმა მხარდამჭერებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან საქართველოში მიგრანტების შემოსვლის ფაქტების წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქება და არხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორებს პირველი არხის გენერალური დირექტორი და მენეჯმენტის წევრები შეხვდნენ. რაზე შეთანხმდნენ შეხვედრის მონაწილეები, დეტალებს ლიკა ალელიშვილი გაგვაცნობს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ლიკა, გისმენთ. ნინო, როგორც შენაღნიშნე, შეხვედრა შედგა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ პირველი არხის შენობის წინ და მოითხოვეს არხის გენერალურ დირექტორთან ვასილ მაღლაფერიძესთან შეხვედრა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ჩავიდა აქციაზე, გაესაუბრა იქ მყოფ მოქალაქეებს და აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრაც გამართა. როგორც ჯონდი ბაღათურიამ შეხვედრის მიმდინარეობის დროს განაცხადა, ისინი მოითხოვენ მიგრაციის პაქტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ცვლად გაშუქებას პირველ არხში. ჯონდი ბაღათურიას თქმითვე, პირველი არხი არ უთმობს სათანადო დროს მათი საზოგადოების მოსაზრებას და ბევრად უფრო მეტი დრო ჯონდი ბაღათურიას მოსაზრებით ეთმობა ლიბერალების პოზიციებს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ პირველ არხზე ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელში შუქდება ყველა ის მოსაზრება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პირველი არხი არის დამოუკიდებელი, ის არავის კონტროლის ქვეშ არ არის და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენი აზრი, საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის აზრი, საზოგადოებრივ არხზე საერთოდ არ არის წარმოდგენილი. საზოგადოებრივ არხზე ძალიან აქტიურად შუქდება ლიბერალების აზრი და ზოგადად ლიბერალური პოზიცია. პროპაგანდა მიდის მათი რაღაცა თემატიკის და მე ამ თემატიკის რეპერტუარს არ ჩამოვთვლი, ეს მათი თვითონ არჩევენ ამ რეპერტუარს, უბრალოდ თქვენ აშუქებთ. და არ მოვითხოვთ, რომ რაღაცა ჩვენ უფრო მეტად შუქდებოდეთ, ჩვენ მოვთ რაღაც ჩვენი აზრით წარმოდგენილი იყოს. ანუ ჩვენ ასე გავბრიყავთ. ჩვენ დღევანდელი შეთანხმების თემა, რა ჩვენ გვინდა ახლა რომ შევთანხმდეთ. ეს არის რომ მიგრანტთა პაქტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შუქდებოდეს. პირველი არხი მე შემახსნია, რომ კომუნისტურ პერიოდში ეკუთვნოდა საბჭოთა კავშირის დიქტატს, ეხლა ეკუთვნის მეორე ბატონის დიქტატს, არ არის ეროვნული გარდაძვიარი განსაკუთრებით 6 თვისა და ფაქტობრივად პროგრამების დგება, მისი მთელი ბადე შედგენილი არის ფაქტობრივად აი ამ გარკვეული დღევანდელი დასავლეთის კურსით, რომელიც შეიცავს მათ შორის უზნეობის პროპაგანდას და ეგ არის მიუღებელი ჩემთვის. პირველი არხი არის დღეს და იქნება სრულად დამოუკიდებელი და არ იქნება არავის კონტროლის ქვეშ. არავის კონტროლის ქვეშ, თუმცა ჩვენ მაინც ვართ იმ საზოგადოების შვილები, თუმცა ეს ნებისმიერ საზოგადოებას ახასიათებს, რომ მათ უნდათ რომ თავისი გავლენა ესე ვთქვათ მოახვიონ და ჩვენ ხშირად გამოვსდით ამ მიმართულებით აქეთ-იქიდან, ესე ვთქვათ გარკვეულწილად ზოგჯერ შემოტევებს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, იმიტომ რომ ნებისმიერი ყველაზე მძაფრი კრიტიკიდანაც კი რაღაც სასარგებლოს გამოვიდნენ, მაგრამ გარწმუნებდა უბრალოდ ფაქტია და ჩვენი პოზიცია, რომ არავის კონტროლის ქვეშ პირველი არხი არ იქნება, არც არა ინტერესთა ჯგუფის გულისხმობ და დღეს არ არის საკითხი ისე მარტივად არ ჩვენ ქვეყანაში არც ვაგარ, რომ მხოლოდ ხელისუფლება და ოპოზიცია სკონდეს ეს სურვილები, ბევრი ინტერესთა ჯგუფია, რომ მას მიაჩნია, რომ მხოლოდ მას რაც აქვს მოსაზრება ის უნდა დომინირებდეს, მაგრამ პირველ არხს აქვთ პრეტენზია მეორე მხრივ, რომ მაქსიმალურად გააშუქოს ყველა ის მოსაზრება, ყველა ის ფიქრი, ყველა ის ტკივილი, ყველა ის პრობლემა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. შეხვედრის მიმდინარეობის დროს აღმოჩნდა, რომ აქ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს პრეტენზიები ჰქონდათ პირველი არხის სამაუწყებლო ბადესთან დაკავშირებითაც. მათ თქვეს, რომ პირველ არხზე არ არის ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემები, რაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა უთხრა, რომ ეს პრეტენზიები მინიმუმ იმ შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ, როდესაც ისინი უყურებენ პირველ არხს. ამის შემდეგ უკვე არხის მენეჯმენტმა შეხვედრის მონაწილეებს ჩამოუთვალეს ის გადაცემები და პროექტები, რომელსაც პირველი არხი ახორციელებს. დაშუქდება ეს 10%. გადავხედეთ მე სამაუწყებლო ბადეს. 4 ტელესერიალი არის, მხატვრული ტელესერიალი, 3 დოკუმენტალური სერიალი, თქვათ, და 3 კიდევ მხატვრული ფილმი მთელი სამაუწყებლო ბადის 24 საათიანი ქრონომეტრაჟის პირობის გათვალისწინებით.
სად არის ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემები, მათ შორის სააბიტურიენტო საათები, რომელიც არ მგონია რომ რეიტინგს ქვემოწევდეს ბატონო ვასილ. მე უფრო მომხრე ვარ, ბავშვობიდან ესე ვიყავი ტელევიზიის დირექტორი ვარ, რომ ტელევიზიის მაგივრად და სახშიც და სხვა საცხოვრებლები რომ ტელევიზორის მაგივრად წიგნი წაიკითხეთ, ხო ზოგადად არა ვარ მე ტელევიზიის ფეტიშისტი, როგორც სიტყვია, მაგრამ ახლა ჩვენ პირობებში ჯერჯერობით თქვენ ბრძანეთ ეს აუცილებელია და რადგან აუცილებელია და პრეტენზიები გვაქვს 2 წუთი მათქვევინეთ, მაშინ ჩვენ უნდა მინიმუმ ნანახი უნდა უყურებდეთ ამ იმას. პირველ და უსმენდეთ. პირველი მე მაქვს პრეტენზია თუ არა აგერ არის სიტუაცია, რომ დიახ პირველი არხი ცდილობს მაქსიმალურად წარმოაჩინოს ის კულტურული რავალფეროვნება და ის სიღრმეები, რაც კი ტელევიზია შეუძლია და შესაძლებელია, მათ შორის თუნდაც სერიალები. ჩვენი სადედაქციო დამოუკიდებლობა ეთერი როგორი გვექნება, თუმცა აქვე უნდა ვთქვა და მე ძალიან ვისურვებდი რა თქვა, პირადად თქვენ გენახათ კარგად ჩვენი საეთერობა და 100-მდე ქართულ ხარს უსმევ ქართულ მედია პროდუქტს აწარმოებს პირველი არხი, მათ შორის რადიო. ხშირად რაღაც გერად მოიხსენიება ხოლმე რადიო ან ვები, ხო? მე ძალიან მინდა რომ თქვენ ეს ყველაფერი ნახოთ, მათ შორის მოზარდებზე რო არ გითხრათ არ შემიძლია. ციგნების თარო თუ გაგიგიათ ესეთი გადაცემა. დიახ, ნებისმიერი პროცენტის ხმა იქნება ამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაჟღერებული სხვადასხვა ფორმით. შეხვედრაზე აქციის ორგანიზატორებმა არხის მენეჯმენტთან ასევე ისაუბრეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურო საბჭოს მიერ დაქირავებული ექსპერტების დასკვნებზე, რომლებიც გუშინ გამოქვეყნდა და საზოგადოებისთვის გუშინ გახდა ცნობილი, თუმცა როგორც აღმოჩნდა დიმიტრი ლორთქიფანიძეს ამ დასკვნის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და ეს დასკვნა ნანახი ჰქონდა დაახლოებით 1 კვირის წინ, რადგან მან სწორედ ასე განაცხადა შეხვედრის დროს ამ საკითხთან დაკავშირებით არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ მას უპასუხა რომ ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და საშუალება საზოგადოებრივ მაუწყებელში. კიდევ ერთი პრეტენზია, რაც გამოთქვეს აქციის მონაწილეებმა, ეს შეეხებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში ტელეკომპანია მეცხრე არხიდან და ტელეკომპანია GDS-დან გადმოყვანილი თანამშრომლების ნაწილს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ეს არხის მენეჯმენტის გადასაწყვეტია. ის ყოველგვარი ეჭვი რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ვინმეს კონტროლის ქვეშ ან იქნება სრული პასუხისმგებლობით ეს არ იქნება და ამაზე არც არავინ არ იოცნებოს. არ იოცნებოს არავინ და ამის მცდელობები ჩვენ მუდმივად გვაქვს შემოტევილი. ნებისმიერი კონტროლი რომ ვიღაცამ საზოგადოებრივ მაუწყებელს უკარნახოს რა უნდა გააკეთოს. ხრი აქ არის მობილიზებული ეს შემთხვევით ხდება. არასწორ პოზიციაზე მოწოდებული სიტუაცია რომ აი GDS-დან აქ რატო მუშაობ? საიდან გინებავთ რა მუშაობდე? მაშინ მე გეკითხებით. აბა მე ახლა მიპასუხეთ აი ეს. საიდან გინდათ? არა, ეცოთი ჯონდი. მე ახლა პასუხ, მე პასუხ. არა, პასუხი მითხრა. საიდან გინდათ რა მუშაობდე? გადავენ და მომისვე რა სეგრეგაციას ახდენთ აქ? და უნდა გითხრათ ამავდროულად სერგეონები დიმა. თქვენ ესეთ სეგრეგაციაში არასდროს მონაწილეობას არ მიგაღებინებთ. კვირის წინ შეგაფასოს. ვინ შეგაფასა? ბორდის მიერ დაქირავებული. ერთი წუთი. დიმა. ხო, გაინტერესებს ვინ შეგაფასა? მე გავიგე რა. გავიგე. ოღონდ დიმა, ნახეთ ერთი წუთით. ბატონ დიმა, რომელიც აღმოჩნდა და მისი უფლება ასრულია და მე ვეთახმე რომ ტელევიზორს საერთოდ არ უყურებს. ძალიან კარგად იცნობს იმ დასკვნას, რომელიც გუშინ დავდეთ და სწორედ იქ ეს საკითხები რაც პასას აწუხებს და პროფკავშირთან ვითარებაში კარგად არის და უნისონშია გაშუქებული ჩვენი კრიტიკა, სწორედ რაც არის მენეჯმენტს მართლაც აქვს, რადგან ეგეც საერთოდ თქვა, არაფერი ერთი წუთით არ დაიძაბო რა არცვლის ამ სიტუაციას, მართლაც აქვს პროფკავშირთან და პროფკავშირის ადამიანები არიან, ასე ვთქვათ, გარკვეული წინააღმდეგობრივი ელემენტები, ხედვები გვაქვს. ოღონდ ეხლა მე არ გეტყვით რომ ეს დღევანდელ თანასწორად ისედაც შეიძლება იყოს, ხო, ზოგი ერთ გუნდს უჭერს ხაზს და ზოგი გვაქვს ეს წინააღმდეგობრივი და იმაც მესმის და თქვენ უფლება გაქვთ ამას დაუჭიროთ ხარი. ეს მიმდინარე საკითხებია. ვიცით დასაგებია ეგეთი სიტუაცია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს საკითხები სამწუხაროდ უნდა გიპასუხოთ, რომ ამას პირველი არხი გადაწყვეტს ისე, როგორც გადაწყვეტს. დიახ, შეგვაფასეს. დიახ, ჩვენ თვითონ დავდოთ, ოღონდ ეს მოხდა გუშინ. დიახ, შეგვაფასეს, გიას ეს არის ბორდი, რომელსაც იშოვს პარლამენტი, მოიწვია ექსპერტები და შეგვაფასა. დიახ, შეგვაფასა ესე. დიახ, სხვადასხვა დონეზე გვაფასებით, ზოგს ვეთანხმებით, ზოგს არ ვეთანხმებით, პროცესი მიდის, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოისმენს ყველა მოსაზრებას, მაგრამ გადაწყვეტს ისე, როგორც თვითონ მიაჩნია. შეხვედრის დასასრულს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ გააგრძელებს საზოგადოებაში არსებული ყველა მოსაზრების სათანადოდ გაშუქებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს თავად აქციის მონაწილეებმაც, ორგანიზატორებმა. ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული და შედეგიანი. როგორც ვიღაცა არის მიუღებელი,
ესეთივე პრესი შეიძლება იყოს და მოდის ხოლმე რომ მეორე აზრი არ იყოს გაშუქებული. საქართველოში არის ძალიან პოლარიზებული პირობები, დიახ ჩვენ ამას ვაკვირდებით და ყველა ერთად უყურებთ. ის ინდონეზია პოლარიზებული რომ რამის ესე ვიცით რომ ყველაფერი გამოთქვებია, მაგრამ თიანობაში ეს ეთყობა ნორმალურია და შევეგოთ, მაგრამ საზოგადოება მოწყობილი ვინმეს ხარეზე კი არ დადგება. საზოგადოება მოწყობილი ამ პროცესს გააშუქებს. პირველი არხი შემიძლია გითხრათ, გააგრძელებს იმ კულტურული, სოციალური, ადამიანური, მომისვინე მრავალფეროვნების ჩვენებას, რომელიც არის ქვეყანაში, გააგრძელებს პრინციპულად მათ შორის სოფხედველობათა რელიგიური, ეთნიკური. ამას პირველი არხი გააგრძელებს. დავასრულოთ საუბარი ახლა ბაშკი. გამოვიტანოთ ის დასკვნა, გამოვიტანოთ. შევაჯამეთ უკვე. საქმიანი და კონსტრუქციული შეხვედრა იყო და პრინციპში ნაწილობრივ შეიძლება ითქვას რომ ერთმანეთს გაუგედა. შევთანხმდით რომ კონსერვატიული ნაწილის მოსაზრებაც იქნება წარმოქმნილი საზოგადოებრივ არსზე და მიგრანტთა პაქტის შესახებ თემები გაშუქდება. შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და აქციის ორგანიზატორებს შორის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც შეეხება თავად აქციას, რომელიც გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, ის 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მადლობა ლიკა, პირდაპირ ეთერში ეს იყო ლიკა ალელიშვილი.